სად ვარ? ბიზნეს მისაღწევად ყველა გზა გამართლებულია. ყველა გზა არ არის გამართლებული, იმიტომ რომ არ შეგერგება ემოციური თვალსაზრისითაც და განწყობის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ რაღაცები თუ ძალიან გააფუჭი არ შეგერგება. ამიტომ ყველა გზა გამართლებული არ არის და გააჩნია რა გინდა. თუ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ მე ხა მეტყვის ვინმე რომ ჩემ შულს სიცოცხლე უნდა შევუნარჩუნო ან რაღაცა, ყველაფრის ფასად შეიძლება ამაზე წავიდე და არც ვინ ანო და შეიძლება შულზე ძარღვიც გავიწყვიტო. ან თუ რაღაცა ეხება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს, ძალიან საყვარელ ადამიანს, კი, შეიძლება რაღაცა ეტაპზე ყველაფერი გავამართლო, მაგრამ გააჩნია მიზანს რა. ექსკლუზივის მისაღებად მოგიტყუებია. იცი რა არის, არ მომიტყუებია, მაგრამ შემილამაზებია. და ყველაფერი გამიკეთებია, ხო ხვდები? რესპონდენტი შეიძლება ისე იგივე ექსკლუზივზე კონკურენტს ყოლოდა და ყველაფერი გამიკეთებია და ვაჭრობა, როგორც არის, ხო, სატელევიზიო ვაჭრობა. ის პირველ ბლოკში მოიცა მე მამით დავიწყებ, ის ამას აკეთებს, მოიცა მე ამას გავაკეთებ, მაგრამ ტყუილი არა, პირიქით მე ვფიქრობ, რომ ეგეც არის ჩვენი ერთ-ერთი პლუსი, რომ მაგალითად რესპონდენტები, როდესაც ექსკლუზივს გაძლევენ წინასწარ ხო ხვდებიან და გესაუბრებიან, რაზე გელაპარაკებიან, მე თამამად შემძრო თქვენ ხა ამას დარწმუნებული ვარ, მათი 90% უყურებს, ვიტყვი რომ არც ერთისთვის მიცემული პირობა არ დამირღვევია. ხო არის წითელი ხაზები ყოველას ცხოვრებაში, ყოველას გვაქვს ეგეთი წითელი ხაზი, რაზეც ვთანხმდებით, რომ ამას ეს არ გადმოლახო რა. და როცა ესე წითელ ხაზებს ესე მიხაზავენ და მეუბნებიან, რომ იქეთ არ გადავლახო, მე დავიფიცებ ორშულს, რომ არ გადამილახავს. პროფესიული შეცდომა დაგიშვია? ო, ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ასე ლაპარაკობ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კურიერში ვმუშაობდი, გამოუცდელი ვიყავი. მაშინ, როდესაც ასეთი ჟურნალისტური სტანდარტები არ იყო, მაშინ, როდესაც არასრულწლოვნების სახეს დაფარება არ იყო ჟურნალისტური ეთიკის ნორმა და ბევრი რა, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ჭყინდები ვიყავით და ვიწყებდით თავიდან და არაფერი არ ვიცოდით, ბევრი სტანდარტი დამირღვევია ხა. უდანაშაულობის პრეზუმპციას დამირღვევია. სასახში ახლა საცვლით რო ათრევენ კაცს, რომელსაც იჭერენ კამერით რო შევხვალ შენ იქვე ბევრ ჟურნალისტთან ერთად, მაგრამ რომ შენ შენ არ ღვევ მის უფლებას, ხო? და აჩვენებ ამას მის შვილებს, ეს ვიდეო რჩება შვილებს, ძალიან. მე ეს პროფესიული ბოდიში მოკლედ ესე თქვა, ბევრჯერ მომიხდია. მაშინ ეგეთი იყო ჟურნალისტური სტანდარტი. დღეს მე მიხარია ის ჟურნალისტური სტანდარტი, რომელიც ჩვენში არსებობს ყველაში, რომელსაც არ უნდა ვიყო. როდის ვარდები უხერხულ მდგომარეობაში? აი ხა ჩავარდი უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მკითხოს არ ვიცი როგორ პასუხო. არ ვიცი, ძალიან ხშირ შემთხვევაში ვარდები უხერხულ მდგომარეობაში. ყველაზე მეტად ალბათ, როდესაც მოლოდნოდ ხვდები იმ ადამიანს, რომელსაც მზად არ ვარ. ძალიან ხშირად სიმართლეც უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს. ხა წარმოგიდგენია იქ მაგალითად. ყველაზე ჩემი ისეთ საყვარელი ეპიზოდია ქალბატონეში. ხოდა ქუჩაში ნანუკა ხარ ჟოჟონიან და კითხავთ, ხოდა დედა როგორ გასუქებული ხარ რომ მითხრა. თამდეს რო ვერ იგებ, უნდა გაიცინო, თუ უნდა შეიცხადა. არ ვიცი, ბევრი რამე ალბათ. და ბოლოს რამ ჩაიგდო უხერხულობაში გახსოვს? ჯგუფში შეშლმა მესიჯმა, სხვა კონცერტი და სხვაგან ჩავწერა. რა მესეთი ეწერა? ეწერა ისეთი, რომ ახლა არ გინდა, ხო ხდება ერთი სამეგობროც რა მეორე სამეგობროც და რაღაცას ერთ რაღაცას ეუბნები მეორეს არა და კი იყო უხერხულობა. როგორ გამოიღვანე სიტუაცია? თქვი რომ მათ ვწერდი. და თემა გავაგრძელე. როდის გამოდიხარ წყობიდან? მე ხშირად გამოდივარ წყობიდან, მე ნერვები არ მივარგა. და შესაბამისად ხშირად გამოდივარ წყობიდან, მაგრამ თუ მატყუებენ, საშინლად გამოდივარ წყობიდან, ანუ რაც თავს მაკარგვინებს, არის ტყუილი. როდესაც ეს მიყურებ და მატყუებ და თან მე რო ვიცი რომ მატყუებ და შენ რომ მე მაინც მატყუებ, აი ამას წყობილებიდან გამოვყავარ. შვილებს რაც ეხება წყობილებიდან გამოვყავარ. ხო ხვდები შესაბამისად არ არის, მოკლედ ჩემი წყობილებიდან გამოყვანა მარტივი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ყველაფერი 2 წუთში მოვიწყებ და მე ბოდიშების მოხდასაც ვიწყებ და ბოდიში საერთოდ პრობლემა არ არის ჩემთვის, აი საერთოდ არც ბოდიში, აი არ ვიცი, შემიძლია 100 ჯერ მოგიხადო. ეხლა ხო ხვდები ეს ჩემი ემოციური ფონია და ვიღაცას არ გადის და რჩება ის რაღაცათა. წყობილებიდან გამოყვანა ჩემი მარტივია. რამე გაგიფუჭებია წყობიდან გამოსულს? კი, ურთიერთობები. ადამიანური ურთიერთობები, იმიტომ რომ წყობილებიდან გამოსულს ემოციურად მithkoms ისეთი რაღაცები, რაც მე მინანია და ყველაზე მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ, რაც გამიფუჭებია ეგ არის. ადამიანებთან ურთიერთობა. გამოსწორება მარტივია? იცი რა, იქედან გამომდინარე რომ მე ბოდიში მარტივად ვიხდი, მარტივია, მაგრამ მეორე საკითხია რომ როცა რაღაცებს გაბრაზებული პირიდან ყრი, მაგალითად ერთხელ დედა ჩემს ფეხმძიმედ ვიყავი მაშინ და რაღაცაზე ისე მოუშალე ნერვები რომ მან დამინდო რომ მე ორსული ვიყავი, მაგრამ მე ძალიან გაბრაზებულმა რაღაცები ისე თქვი რომ ძალიან დიდხანს ვინანე ეს რომ რაღაცები არის რომ მაგალითად არ უნდა უთხრა და მე საერთოდ ძლივს ვისწავლე ის რომ ადამიანებს პირში რაღაცები არ უნდა უთხრა და რატომ მეგონა დიდხანს ეს კარგი თვისება ვერ გავიგე, იმიტომ რომ ძალიან დიდი გოგო ვიყავი უკვე კი არა და მამის ხალი ვიყავი, როდესაც ამით ვამაყობდი რომ ეს თვისება მაქვს და ამ დროს საჭირო არ არის ეს თვისება რომ ადამიანებს პირში უთხრა ის ასე ჩემ ფიქრობ, იმიტომ რომ შეიძლება მათ ეს არ აინტერესებთ ამ პირიქით, ძალიან ბევრი რამე ამით გააფუჭო, არ უნდა მოატყუო, მაგრამ ეხლა ჩემი პირდაპირობა მე ვფიქრობ ზედმეტია. ცხოვრება ტელევიზიის გარეშე. ეს ლაპარაკობ, დაივიწყეთ ეს კითხვა ამოშალეთ, საერთოდ არ არსებობს და არ გამიგონია რა თქვით. არ წარმოგიდგენია. არ არსებობს, ვერა, როგორ წარმომიდგენია, არ არსებობს. ნუ აი, ყველაფრის გარეშე წარმომიდგენია ტელევიზიის გარდა.
ნუ რა თქმა უნდა არ გულისხმობ შვილებს. კადრს მიღება. კადრს მიღმა ორი ნანუკა ტელევიზიაში კადრს მიღმა და სახლში. რომელი გაინტერესებთ? ორივე. ტელევიზიაში კადრს მიღმა ნანუკას უქოთქოთა, სულ რაღაცას აკეთებს, სულ რაღაცას არ ყოს, უარცალია, სულ დარბის, სულ რაღაცა. სახლში სხვანაირია. პირად ურთიერთობებში სხვანაირია, მეგობრებში სხვანაირია, მაგრამ ერთი რაც სულ ყველგან ახასიათებს არის რომ ძალიან ენერგიულია ყველგან და არასდროს ესე არ იღლება და მე ვფიქრობ რომ ბევრს გაცემს ადამიანურ ურთიერთობებში. კონკურენცია საინტერესოა და აუცილებელი იმისთვის რომ გავიზარდოთ მეც და ჩემი კონკურენტებიც ამის გარეშე ხო არაფერი არ იქნება წარმოიდგინე. თავის დროზე ბაზარზე ვიყავით მარტო მე და მაია, რაც მე ვფიქრობ რომ მაშინაც ძალიან ძლიერი იყო კონკურენცია, რამაც საბოლოო ჯამში ორივე ჩამოყვაყალიბა ისეთ ანუ ჩვენ პროგრესია მან ძალიან დიდი გავლენა იმოქმედა, მაგრამ შემდეგ კონკურენციამ კიდევ უფრო სხვა რაღაცები დაგვენახა, ახალი ჭრილი ჩვენს თავში ახალი შესაძლებლობები. აუცილებელია იმისთვის რომ ჩვენ განვითარდეთ ახლა კონკურენციის გარეშე. იყო მოამბია თავის დროზე და არ იყო საინტერესო მისიყურება. თბილისი არის ურთიერთობა. თბილისი არის ურთიერთობა, რა ქუთაისი რატო არა ურთიერთობა? ეს τι გამოთქმა. ხო და ირადებილობა ვინ მოიფიქრა თბილისი არის ურთიერთობა. ქუთაისიც ურთიერთობა, ზესტაფონის ურთიერთობა, ჩხოროწყოც ურთიერთობა, ბანოჯა წყალტუბოსთან ახლოს ცხუნკურიც, გვიშტიბიც, ყველაფერია, ყველგანა. საიდან მოდის? შენი აზრით? აი რაღაცნაირი ტიპებიდან. არ ვიცი ალბათ, არ ვიცი საიდან მოდის ეს. მე ვფიქრობ რომ ურთიერთობა არის ყოველგან და შესაბამისად ყველა ქალაქი, ყველა ეზო, ყველა უბანი, ყველა ადგილი, ყველაფერი, ყველა სოფელი არის ურთიერთობა. იქ სადაც ადამიანები არიან, ყველგან არის ურთიერთობა. ამიტომ თბილისი იყო ურთიერთობა, რას ნიშნავს არ ვიცი. მომენტი რომელიც კადრივით გახსოვს. მარიამის ყოლა შეხვედრა და წასვლა. პატარა როგორ დაიბადა ახალშობილი დიდი წითელი ლოყებით და წვრილი თვალებით. საბას დაბადება, პირველი ეთერი ჩემი, ბევრი რამე ძალიან ომი, ბევრი რამე რაღაცები ძალიან მახსოვს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის პირველი შეხვედრა. ბევრი რამე. ბოლოს როდის იტირე? ჩემი ატირება ძალიან მარტივია, ხუმრობთ მანახეთ ახლა კლიპი, სადაც არ ვიცი, ბებო მოხუც ვერ გადადის ქუჩაზე და მაშინ ატირებას დავეწყო. არ არის ეს რთული ჩემი ატირება და მაყურებელმა ერთხელ მომწერა კიდევაც რომ მეგონია ჩიყვი გაქვს უცრემელი თავზეა და იმყურნალა. არ ხშირად ემოცია სადაც მაქვს იქ ტირივა და ამიტომ ეს რაღაც არ მახსენდება. სისულელე რომლის გაკეთებას წარვნანობ? არის ეგეთი სისულელე რომლის გაკეთებას წარვნანობ. მე ვფიქრობ რომ არ ვნანობ არც ერთ სისულელის გაკეთებას რომელიც მე ბედნიერს ვხდის და საერთოდ მე ვფიქრობ რომ საკუთარ ბედნიერებას ჩვენ თვითონ ვქნით ადამიანები ჩვენი ხელით და ამიტომ ის სისულელე რომელიც ჩვენ ბედნიერს ვხდის ამ სისულელეს ჩადენის უფლება გვაქვს და ამიტომ არ ვნანობ. ნანობ რომ? ბევრ რამეს ვნანობ. ვნანობ რომ ზედმეტად ადამიანური ვიყავი მასთან. მასთან? მასთან ვისთანაც ვიყავ. სიყვარული მართლა 7 წელი გრძელდება? სიყვარული შეიძლება 10 წელიც გაგრძელდეს, შეიძლება 20, შეიძლება 25 და შეიძლება 5 წელიწადში დამთავრდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ ადამიანზე, როგორია ის, ვინ შენ გიყვარს და როგორ გიყვარს. ამიტომ ეს ძალიან ინდივიდუალურია. 7 წელს მერე ალბათ კრიზისები იწყება, მაგრამ მე ამჯერ ეგეთ კრიზისების. ბოლოს როდის გქონდა სტრესული პერიოდი? ბოლოს როდესაც რუსთაველის პრობლემები იყო, სასამართლო პროცესები, როდესაც მიდიოდა და როდესაც უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა ეტაპამდე ვიყავით, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი. ახლა ეგ იგივე არ წამართვან, აი არ ვიცი, ახლა რას თქვენთვის ყოველს ხვინცი ხო, ჩვენ ხო ყველანი რუსთაველი ხო ჩვენია. შესაბამისად, ხო ერთი წამითაც რომ წარმომედგინე რომ შეიძლება ყველაფერი ეს ცხოვრებას თავდაყირარად ამიყენებს და ეს და ამიტომ ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი. ფსიქოლოგი ყოლია? ფსიქიატრიც მყავს. და ფსიქოლოგიც მყავს და ხშირად მათი დახმარება მჭირდება ჩემს ემოციურ ფონზე. ჩემი სტრესების პატრონს მჭირდება გუგა, სიხარულიც არის ჩემი ექიმი, ფანტასტიკური, უსაყვარლესი ადამიანი, რომელსაც ყველა კრიზისიდან გამოვყავა, როდესაც უდათ ვარ და ნათია ფანჯიკიძე, ჩემი ფსიქოლოგი, რომელიც ასევე ყოველთვის მეხმარება, როცა მეც უდათ ვარ. ღალატი. ძულს მე ზიზღება, ყველაზე უპატიებელი შესთავმა მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ყველა ურთიერთობაში კონტრაქტში პირველ პუნქტად ვწერო. არ აქვს ამას მნიშვნელობა, და ხა ეს პუნქტები და კონტრაქტი ხო წერილობითი არ არის, ჩვენ ხო რაღაცებზე ხანდახან უსიტყვოდ ვთანხმდებით ურთიერთობებში, მაგრამ ვერასოდეს ვერავის ვერ ვპატიებ, ყველაზე საყვარელ ადამიანსაც კი, ყველაზე ძვირფას ადამიანსაც კი ვერ ვაპატიებ. სულ რომ ვგიჟდებოდე მასთან დაშორება ისე არ მინდოდეს. სულ რომ აი არ ვიცი, მეგონოს რომ ეს არის ცხოვრების დასასრული უიმისობა, ვერ ვაპატიებ ხალხს. იმიტომ რომ აი არსებობს რაღაცა ჩემი მორალური კოდექსი, სადაც ეს არის დაუშვებელი, სადაც შემიძლია გულწრფელად თვალებში შემოხედო და გითხრა რომ ურთიერთობებში მე არავისთვის მიღალატია. არავისთვის არ შემიძლია წარმოუდგენელია როგორც ქალისთვის, თუნდაც ეს ორმაგი ურთიერთობები, თუნდაც ვირტუალობის დონეზე, როგორც დედაშვილის ურთიერთობა, მეგობრობა არ აქვს მნიშვნელობა. არის, მოკლედ, მე მაქვს ჩემი მორალური კოდექსი, მე მაქვს ჩემი კონსტიტუცია, მე მაქვს ჩემი ისე როგორც თითოეულ ჩვენგანს. პირველი არის ღალატი. ოღონდ ღალატი არა. და აი ყველაფერი ვერავის ვერ ვაპატიებ, როგორც არ უნდა მიყვარდეს, ვერ ვაპატიებ და ამის პრეცედენტი ჩემს ცხოვრებაში უკვე შეიქმნა, ხო, რომ აი არ არსებობს უპატიებელი არა. მამაკაცი რომელმაც გარდატეხა მოახდინა შენ ცხოვრებაში? ყველამ თავისებური. იმიტომ რომ არსებობს მამაკაცი, რომელსაც პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება ჩემი ახლა აქ ჯდომა.
იმიტომ რომ მე არ ვიქნებოდი ეს წარმატებული ნანუკა ჟაჟანი და თქვენ მე გადაცემაში არ მომიწოდით, არ მგონია ხა. დიასახლისით დაინტერესებული ყავით. ყველა მთავისებურია, იყო ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც რაღაცა სხვა უნარები, სხვა შესაძლებლობები, რომელმაც სასწაულები მოახდინა. ყველა მთავისებური რა. ყველა მთავისებური გარდატეხა მოახდინა და მე ვფიქრობ, რომ ყველა თავისებურად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო რა. გათხოვდები კიდევ? იცი რა. საერთოდ არ მიყვარს ისეთი რაღაცის თქმა, რასაც მე ვერ შევასრულებ. ამიტომ ახლა არ ვიცი და მოდი ესე გიპასუხებ. დღეს მე მგონია, რომ ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობები ჩემს ცხოვრებას არ ავდურთ. დედამთილი რას ფიქრობს ჩემზე, მამამთილი როგორ შემომხედავს, მული რა სიტყვის, იქ რაღაცა საოჯახო სუფრა გავაწყო. ანუ მე თავისუფალი ვარ ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ ვარ დამოუკიდებელი ქალი, რომელსაც მაქვს ჩემი ხელფასი, ჩემი შესაძლებლობები, რომელსაც ჩემი ოჯახის მამაჩემის ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამისი მაქვს, ჩემი სახბინა, სადაც ცხოვრობ, ჩემი მანქანა, ჩემი ხელფასი, ჩემი სამსახური, ჩემი ყველაფერი ჩემი. შესაბამისად, არაფერში არ მჭირდება ეს, თუ ქმარი მჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა ეს ვიღაცა დასაყრდენი მინდა, ან რაღაცა ბოძი მისაყრდენი, თუ რაღაცა არ მჭირდება ეს. ჩემთვის პირადი ურთიერთობები არ არის, პირადი ურთიერთობების დასასრული აუცილებლად არ არის ქორწინება. შვილის გაჩენა არ მინდა. ბიჭიც მყავს, გოგოც მყავს და შესაბამისად ხო ხვდები ეს მე ვფიქრობ, რომ ამოურს იმდენად ვერ ყოფნი და იმდენად რომ მიწევს გაყოფა ორზე ნაწილად. ახლა მესამეს საერთოდ ვერ ვეყოფი და მერჩვენე რომ ორს ვეყო და კარგად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ახლა ძალიან წარმოუდგენელია რომ გავთხოვდე. ძალიან წარმოუდგენელია რომ გავთხოვდე. ამიტომ ვფიქრობ, რომ მე არ უნდა გავთხოვდე და აი არაფერში არ მჭირდება. შეიძლება ბედნიერი ვიყავ რაღაცა მარჯვენა ხელზე დატვირთული სიმძიმების გარეშეც. შენზე ასაკით უმცროსი მამაკაცები გებრანჯებიან? კი, სხვათა შორის. გაგიკვირდება და კი. და ისეთი პატარა ბიჭებიც რო ცოტა გიკურს მათგან კომპლიმენტი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მე ჯერ კიდევ არ მეტყობა ასაკი. ნამდვილად. თავს მარტო როდის გრძნობ? როცა მარტო ვარ სახლში, არ მიყვარს მარტოობა. როცა ფიზიკურად მარტო ვარ სახლში, მაშინ გრძნობ თავს მარტო. არაკომფორტულია? ო, ძალიან მეშინია. ყველაზე მეტად მეშინია, როგორც სტიქის, ისე მეშინია. და შესაბამისად ვცდილობ, რომ ეს მინიმალურად, არ ვიცი, შევზღუდო თუ არ ვიცი, ძალიან მეშინია მარტოობის ყველაზე მეტად მეშინია. ტატუ? ჩემი ტატუები, ნახე როგორ გამრავდა. ახლებით შემატე. კი, ახლებით შემატე, კიდე მინდა ბევრი წარწერები. და ძირითადი ტექსტებია ბედნიერებაზე. და ბედნიერებაზე და იმედზე და ის რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. პლასტიკური ოპერაცია. პლასტიკური ოპერაცია მაქვს გაკეთებული და მე ვარ მათ შორის ის ადამიანი, რომელიც პლასტიკური ოპერაცია პირდაპირ ეთერში გავიკეთე. დავწეკი და ვთქვი, რომ ეს და საერთოდ გონი, ეს იცით როგორ თემა? ტკბილებს ხომ იხეხავთ დილით რომ დგებით, საცვალს ხომ იცვლით. ელემენტალური ჰიგიენის საშუალებაა და იცი, ეგ იგივე რომ ტკბილი არ დაიპლომბო, ან ქალმა თმა არა იყოს, ბუნებრივი სილამაზ. რას ნიშნავს ბუნებრივი სილამაზ? ქალს ბანჯგული აქვს და უნდა იაროს ბანჯგულებით, ამიტომ აი რაღაცები არის წარმოუდგენელი. ხა არც იმის მომხრე არა ვარ ძალიან რო გადაიჭიმებიან და უბედურება რო ემართება და თავის თავს რო არ გვანან, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაიკეთო, რის საშუალებაც გაქვს. განსაკუთრებით არ ვიტყვი რამდენი წლის მერე. კინაღამ წამომსდა. ქალთან ფიზიკური დაპირისპირება ქონია? როგორ არა, ლალი მარშკინე. მე არა, ხო, მე არა. არა. ალბათ რამდენს უნდა და არა. ალბათ 1-2 ორს არ იტყოდა, მაგრამ არა. დამავიწყე რომ ლალის ჩემთან არ ქონდა. დაცემა რომლის შედეგაც წამოდგომა გაგიჭირდა? ჩემი ძმა დაიჭირეს. დემორალიზებული ვიყავი, სამსახურში ცოტა ფუნქცია ვიყავი, გადაცემების ჩაწერა არ მინდა, ცოტა ვიყავი, თამამი ჩემს ინსულტი დაემთხვა, ცოტა პერიოდი მქონდა რა მაყურებს გახსენება არ მინდა. შეიძლება ყოფილი ცოლ-ქმარი მეგობრებად დარჩეს? კი შეიძლება, მაგრამ მე ზოგ-ზოგ ერთებს არ ესმით. შეიძლება აუცილებლად მე როგორ შეიძლება რა თქმა უნდა თუ ერთმანეთი აღარ უყვართ თუ ცალ-ცალკე ბედნიერები არიან როგორ არ შეიძლება მაგრამ ეხლა ისეთი მეგობრები რო არიან ხო ის რო თავის ქმართან ერთად დაძე ის რო თავის ცოლთან ერთად დაძე მე ის რო კიდე თავის პირველ ყოფილთან და მე კიდე პირველ ყოფილთან ხო თვითონ ხდება ესეთ რაღაცა ეხლა ეგრე არ მესმის გულწრფელები არიან შენი აზრით არ ვიცი ძალიან მოგონილია ეხლა რა გეხვეწებით ეხლა რატო უნდა მინდოდეს კატიცადი და ყავაზე ეხლა არა აფშა საერთოდ მაინტერესებს აი მისი არაფერი აი აბსოლუტურად არ მჭირდება მასთან ურთიერთობა ხო არ ხუმრობთ რაზე უნდა ველაპარაკო ჯერ მარტო ამიტომ ეს მოგონილი მგონია მაგრამ ეხლა ისე რატო არა როცა საერთო გაქვს ამდენი წელი შვილი გაჩნია ის ქმართანაც რამდენი ხანი იყავი რა სექსი ეს არის ურთიერთობა კონკრეტულ პიროვნებასთან მე მგონია რომ აი ხო არის ვიღაცებისთვის სექსი ეს არის ბუნებრივი მოთხოვნილება თუ რაღაცა მე არ მივაყუთებ მაგ კატეგორიას სექსი ჩემთვის არის კონკრეტულ ადამიანთან სიახლოვის ფორმა ოღონდ იმ კონკრეტულ ადამიანთან და არა ესეთი განზოგადებული ახლა რაღაცა ხო არიან ხოლმე ქალები რაღაცა ზოგადად რაღაცა სექსი რო უნდებათ ხოლმე და მე მათ შორის არა ვარ შეიძლება არ ვიცი ძალიან ცუდ რამეს ვამბობ მე კონკრეტულ ადამიანთან ეს კონკრეტულ ადამიანთან შეიძლება მინდოდეს მაგრამ ესე ზოგადად არ მინდება ხოლმე რამდენჯერ გიყვარდა ყოველთვის როცა ვიყავი ადამიანებთან ყოველთვის მიყვარდა. მე ეგეთი ტიპი ვარ, მე ვერ ვარ თუ არ მიყვარს. გამორიცხულია. ხო არიან ადამიანები, რომლებიც არიან ურთიერთობებისთვის. რაღაცისთვის. მე ესე არ შემიძლია. მე თუ ვარ ადამიანთან ეს მიყვარს. ან გონია რომ მიყვარს. ხტია, შესაბამისად ყოველთვის მიყვარდა. მოძღვარი კოლია? დედაო.
მამაო არასოდეს არ მყოლია. დედა უმყავს, რომელთანაც დავდივარ რაღაცებს ველაპარაკები, ის მოვაპარაკება რაღაცებს. ძალიან მაგარი ხალია დედა მარიამი, ორთუბნის დედათა მონასტერშია. და რომელიც ძალიან პროგრესულია და ძალიან სხვაგან არის და ამიტომ მასთან სიამოვნებს ვლაპარაკი და რაღაც რჩევს ვეკითხები და რაღაცებზე ველაპარაკები ხოლმე რაღაცა. ხო არის ყოველთვის სასოწარკვეთაში ხო გონია რომ ყველანი როდის გავბივართ ღმერთთან, როდესაც აი სასოწარკვეთილები ვართ და გონია რომ იქ არის ხსნა და ყოველს გონია თითო ეგეთ სასოწარკვეთა, როდის გითხოვს რომ ღმერთო მიშველე და ამ დროს დედა მარიამი ძალიან მეხმარება. საბასნათლიაცა. მეგობარია ჩემი. წარსულში დავტოვე. წარსულში დავტოვე ყველა ჩემი პირადი ეპიზოდი, რომელიც გქონია. ბოლოც მათ შორის რა თქმა უნდა, წარსულში დავტოვე. წარსულში დავტოვე ჩემი გაბრაზება ყველაზე. ამავე წლებში ზუსტად 2 წუთში. წარსულში ბევრი რამე დავტოვე ძალიან. ცუდიც და კარგიც. პრინციპი, რომელსაც არასოდეს უღალატებ. ბევრი მაქვს ესეთი პრინციპი, რომელსაც არასოდეს უღალატებ. ბევრი მაქვს ეგეთი პრინციპი, თუმცა პირველი მაინც არის ალბათ, რომ რაღაც შეცდომების დაშვების უფლებას ადამიანებს არ მიცემ ახლა ურთიერთობაში. ვისი აზრია შენთვის მნიშვნელოვანი? გააჩნია თემას. საქმეში. საქმეში თუ მინდა რაღაცა მნიშვნელოვანი დავიწყო, თუ მინდა რომ რჩევა მივიღო, აუცილებლად კეზერას უნდა ვკითხო, იმიტომ რომ ის არის ის ადამიანი, ვისი აზრით ჩემთვის ძალიან კომპეტენტურია. პრინციპში გიგიც არის. ხო, მაგრამ ალბათ უფრო მეტად ვისაც ყველაზე მეტ რჩევას ვაკითხები კეზერა რა, თუ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ღამის ცხოვრება. ჩემო ღამის ცხოვრება ძილია, იმიტომ რომ დილის 8 საათზე ვიღვეძებ და ვიძინებ და ნუ აი ამას რომ მაგშირო კომპლექსი კიდევ ხარ დავბერდი, მაგრამ გონია რომ არა. მეგობრებთან ერთად სახლში ყოფნა მირჩევნია ყველაფერს. სუფთა ფურცელი. სუფთა ფურცელი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, მე საერთოდ ვერ ვიგებ რა არის სუფთა ფურცელი. მანამდე ფურცლები საწავედა. ყველაფრის თავიდან დაწყება არ შეიძლება? ხო, მაგრამ იმას მოყვება იქ წინ დაჯღაბნილი რაღაცა მოგონილია სუფთა ფურცლიდან არაფერი არ წყება, რომელი ურთიერთობაც არ უნდა დაიწყო, აუცილებლად იმ ურთიერთობაში გაგახსენებენ წინა ნაჭყავს. პოლიტიკაში მოდიხარ ამ ქვეყანაში გახსენებენ წინა შეცდომებს. მეგობართან ხარ რაღაცა გაშვებენ გახსენებენ წინა რაღაცებს. საქმეში ხარ გახსენებენ წინებს, რა გიკეთებია, პირად ცხოვრებაში ხარ აუცილებლად გაგახსენებს ის. ამიტომ მე ეს სუფთა ფურცელი რა არის ვერ ვიგებ რა. -5. რას ნიშნავს? -5 კილო, კარგი იქნებოდა, ეხლა დამხატავდა. მეგობარს შენინდობა ბოროტად გამოყენებია? ძალიან საშინლად. თუნდაც რაღაცებიც გავუკეთებ. როგორი რეაქცია ქონდა? არაფერი, დავკარგე. კონფლიქტის გარეშე. უბრალოდ დავკარგე. როგორ ზნობდი თავს? ადვილად გადაიტანე? ისეთი ნაწილები მიყავი, რომ კი. რისკი რომელმაც არ გაამართლა. ბევრი. რისკი ყოველთვის არ ამართლებს. ბევრი ახლა რამდენი სეზონი მქონია ისეთი, რომ მგონია რომ რაღაცები დამიწყე და არ გამომსვლია ახლა. ძალიან ბევრი ყოფილა ესეთი რაღაცა. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არც ერთი არ ყოფილა არსებითად მნიშვნელოვანი. ამიტომ ამას რაღაცა გავლენა დიდი ჩემს ცხოვრებაზე არ მოუხდენი. როდის დგები პესიმისტურ განწყობაზე? არასოდეს. გადაო, არასოდეს. როგორც კი პრობლემა არის ჩემს ცხოვრებაში, ზუსტად მაშინ ხვდები შეუვალი და მგონია რომ ყველა აგურს გადავლახავ, გავანგრევ, კედელს შევძლებ და აი რა შეუძლებელს რომ შევძლებ. მე ხევა ხოლმე და მაგ ხოლმე მოდუნების სიტუაცია, მაგრამ არასოდეს არა პესიმისტი, ნანუ არ უნახავს თვალით არავის. ვისი ვალი გაქვს? ფინანსურად? თუნდაც ან ცხოვრებაში? ფინანსურად არა მაქვს ვალი. ცხოვრებაში ბევრი ადამიანის ვალი მაქვს, დედის ვალი მაქვს, მამის ვალი მაქვს, ჩემი ძმის ვალი მაქვს, მარიამის ვალი მაქვს, საბას ვალი ჯერ არ მაქვს. ჩემი მეგობრების ვალი მაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ვალი მაქვს, რომელსაც ვერასოდეს ვერ დავუბრუნებ. ახლა მე მაგალითად ყავს მეგობარი, რომელმაც მამა რომ იკვდებოდა, გადამირჩინა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემ გადარჩენი იყო ეს კეზერა, რომლის ვალით მექრება მთელი ცხოვრება, რომელსაც ხო ხვდები ადამიანური თვალსაზრისით ჩემთვის ძალიან ბევრი რამე გაუკეთებია. გიგის ვალი მაქვს უგულავესი, რომელსაც რაც არ უნდა სახეზე ვიწერო და ტანზე ვიწერო, რომ ნუა ჩემი მეგობარი და ჭერენ მე ამ მის ვალს ვერ გავისტუმრებ ვერასოდეს ადამიანი. ჩემი ადამიანების ვალი მაქვს. ძალიან და ადამიანებს რომლებიც დობა გამომცხადეს. ჩემი თანამშრომლების ვალი მაქვს, რომლებიც ჩემს გამომზადებიან, რომ თავისი დრო დათმონ ჩემს სამსახურში იყვნენ, იმიტომ რომ აკეთონ ჩემი შოუ. ძალიან ბევრი ადამიანის ვალი. გაგებით ვეკიდები. ბევრ ამას ძალიან. გაგებით ძალიან ბევრ ამას ვეკიდები სამწუხაროდ. კოცნა რომელიც არ დამოვიწყდება. კი არის ესეთი კაცნა, რომელიც არასდროს არ დამოწდა. როდის იყო? გუშინ არა. ვარდისფერი სათვალე. არასოდეს არ მიკეთე. ყოველთვის ყველაფერს რეალურად უყურებ. როდისმე ჩაგიხედავ სიკვდილისთვის თვალებში? არასოდეს. ფულით ადამიანის ყიდვა შეიძლება? არა, გაივიწყოთ. ამის ნათელი მაგალითი რუსთავიორია. რუსთავიორია ამის ყველაზე ისეთი მაგალითი, რომ ადამიანები არ შეიძლება არ გაიყიდონ პრინციპების და ღირებულებების გამო, რაც არ უნდა შესთავაზონ მათ. რას ლაპარაკობ? ამ ტელევიზიაში ვართ ახლა, სადაც ამან დაამტკიცა ეს სამდეჯერ ფულის არაფრის ყიდვა არ შეიძლება ადამიანური თვალსაზრისით. მორალს ვერ იყიდი ფულით რა. ჭორი რომელიც არასოდეს დაგავიწყდება. იგი უგულავს რომ ცოლად გავყავი, ეს დღემდე მაგიჟებს. აი ეს ჭორი, აი ამ ჭორს დღემდე გამოვყავარ წყობილებიდან და თან რო შევედი ციხეში და ჯვარი რო დავიწერე. ამ ჭორს დღემდე აი არის. წყობილები ნუ ხუმრობის პონჩი გამოვყავარ კი. პირველად რო გაიგე როგორი რეაქცია ქონდა? მე ძალიან ცუდი გავბრაზდი, ერთადერთი ჭორი იყო, რომელზეც არ გამეცია. იცი როგორი მეგობრები მირეკავდნენ? ნუ ხა დებილობას კითხავთ, მაგრამ ნუ ხა რა დებილობაა წარმოიდგინეთ. აი კიდე ნუ მე უკვე შემაწუხეს, თელმა თბილისს მომკითხა და ნუ ბანკში რომ მკითხა, რომ თქვენ გათხოვდით, გიგი უკას გავყავთ. აი ნუ გავგიჟდი და ნუ ძალიან დებილობაა რა, ძალიან ცუდი ჭორი. ესეთი ყველაზე დებილური ჭორია თუ რამე მოუგონიათ ამ ქალაქში. საკონტროლო გასროლა. საკონტროლო
საშუალო გასროლა მე არ მიმიღია არასოდეს. მაგრამ მე გამიკეთებია. ბევრჯერ? ბევრჯერ არა, მაგრამ გამიკეთებია და ეხლა გავაკეთებ კიდე ერთს, მალე. კონფლიქტი. აი მაგ სიტყვა მძულს მე ზისხება. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ჩხუბის მიყვარს ეს ხოთქოთებ და მყარი რაღაცებს კონფლიქტები არ მიყვარს. მოკლედ არ მიყვარს, როცა ადამიანები მებუტებიან, ან არ მელაპარაკებიან, ან ეს კონფლიქტი იქამდე მიდის, რომ მე შეიძლება ვიღაცას არ დაველაპარაკო. არ შემიძლია რა, არ შემიძლია ეს გაბუტოები. და შესაბამისად, როდესაც ადამიანი კონფლიქტში შემოდის, ისე რომ წყობილებიდან გამოვყავარ, ძალიან უფრასდები და ძალიან ისეთი ხვდები და არ მიყვარს რა კონფლიქტი, მოკლედ არავის არც სხვაში, არც იმაში და მე კი ვცდილობ ყველანაირად რომ რაღაცები დავაშოშმია ხოლმე, მაგრამ არ გამოდის. თვისება, რომელიც არ მოგწონს საკუთარ თავში. ბევრი. ძალიან ბევრი. ჯერ ის გაუთავოთ ლაპარაკო და სხვას არასოდეს ლაპარაკს არ ვასწრით თემა მაინტერესებს. მეორე ის რომ ფეთქებადი ვარ, როცა ფეთქდები და გავბრაზდები და ყველაფერს რაღაცებს ვიჩხუბებ და მე ორ წამში კი გამდის, მაგრამ ხო ეს ფეთქებადი ვარ, ვერ ვისწავლე რომ არ უნდა აუფეთქდე. მე ის რომ ნებისყოფა ვერ გამოვიმუშავე რაღაცებთან მიმართებაში. ძალიან ბევრი თვისება მაქვს, რომელიც ჩემ თავში არ მომწონს. ყოველთვის საჭირო ვიქნები თუ ფორმაში ვიქნები. არა ვიზუალურად, თუ ვიქნები ხოდი კარგი სიტყვა, როგორ თქვა, არ ვიცი, ხა ბჭყალებში ხოდზე. შემართებით. ხო, შემართებით. მე საერთოდ მარიამსაც უამას ვეუბნები რა, რომ თავარი არის შენ შედგე დამოუკიდებელ ძლიერ ქალად. შენ გაიკეთო ყველაფერი შენთვის, რომ არავის დამოკიდებული არ იყო. არავის არ დედაზე არც მამაზე. სანამ შენ ამ ფორმაში ხარ, სანამ შენ ამ ტონუსში ხარ, მანამდე ხარ საჭირო, მოღვენთილი, ჩაღვენთილი, ჩაქიმული, არავის არაფერში არ ჭირდები, ცუდ ხასიათზე თან იმ ქვეყანაში, სადაც ყველას პრობლემა აქვს, არავის არ ჭირდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სანამ ესეთი ვიქნები, ყოველთვის ვიქნები რა. პოპულარობა არ მომწონს მაშინ, როცა პირადი ცხოვრების დამალვა მინდა. ერთადერთ შემთხვევაში არ მომწონს. ამ ქვეყანაში ხო ვერაფერს ვერ დამალავ და ზუსტად ეგ პრობლემა მქონდა. თან წარმოიდგინეთ, მაშინ ესეთ პოპულარული არ ვიყავი, როცა ირაკლისთან დავიწყე ხო სიარული და მაინც იყო პრობლემები და დაიწერა და რაღაცაები და დღეს ვამბობთ, რომ წარმოიდგინე, ხო სულ რომ მომინდეს თქო, ვიღაცა რომ გავგიჟდე და შემიყვარდეს თქო. ხო შეიძლება გავგიჟდე და შემიყვარდეს, თქო რა უბედური ვარ, თქო პროსტა წარმოიდგინე, აი უნდა დაწერონ და აი ხა იმ ვიღაცას უნდა რომ წერონ, ხა იქ გამოაკრან სადღაც, არ უნდა ალბათ რა და ნუ ეს არის ერთადერთ შემთხვევაში არ მომწონს პოპულარობა, როცა პირადი ცხოვრება მინდა რომ დამალული იყო. როდის წითლდები? არ ვიცი, როდის წითლდები, ალბათ ცოლი არ მინდა რომ გამოდიო რამზეზე რა. გაჭრამდე 100 ჯერ უნდა გაზომაო. არა, უცებ უნდა გაჭრა პირიქით, რომ მე არ ინანო. ხა ის მაზომინე კიდე და მე იმაზე მაფიქრე რამდენი უზომე და მე იმაზე მანანე რომ ხო უზომე და რომ უზომე რატო არ გავჭრა. ვინც მე არ მიყურებს? ოთხშაბათობით ძალიან ბევრს კარგავს. ადამიანი უფრო ერთგულია თუ ძაღლი? გააჩნია, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ძაღლი, ხშირ შემთხვევაში ადამიანი. ესე ვერ ვიტყვი, რომელი უფრო ერთგულია, მაგრამ მაგალითად მე მყავს და ძაღლი მიყვარდა ძალიან და მიყვარს ახლა ძალიან, რომელიც ვფიქრობ, რომ ისეთი ერთგულია, რომ მის პატრონზე მეტად ერთგულია, ვისთანაც ახლა ცხოვრობს. იმ პატრონზე ბევრად ერთგული არის ბევრად. და შესაბამისად, ამიტომ ვერ იტყვი ესე. როდის არ არის დედა ოჯახის წევრი? რა რთული კითხვაა. როდის არ არის დედა ოჯახის წევრი? ხა თუ მე მეკითხებით, ხშირად არა ვარ ოჯახის წევრი, მაგრამ არა, მაინც ესე არ არის ჩართულიო. მე მაინც მგონია რომ დედა ყოველთვის არის ოჯახის წევრი. დედა რა, ანუ არ არსებული, რაც უნდა მოუცლელი იყოს რაღაც არსებობს იმპულსები ბიოლოგიური, რომელსაც შინაგანად ისე გრძნობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ საათს გაჩერდები რა. შულთან ამას ხო მნიშვნელობა არ აქვს. თავარია როგორ გაჩერდები და ეს როგორ გააქვს ის რამდენიმე საათი ერთად ათვისებული. მე მგონია რომ დედა ზუსტად და მამა ზუსტად ის ოჯახის წევრები არიან, რომლებიც სულ არიან იქ რა. რა თემებზე არ გყავს ლაპარაკი? აი რა თემაზე არ არსებობს ეგეთი თემა. არ არსებობს ეგეთი. არ არის უხერხული რაღაცა კითხვები, სედმეტი. ნუ ძალიან ინტიმური ხა სექსი ბოლოს როდის ქონია ხა, ნუ რა, კარგი ხა რა, არა, ხო არის, ხო იციან ეგეთი კითხვები რა, რაღაცა.